ღია სტუდია. მოგესალმებით ბადაცემულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. ღია სტუდია გიწევთ ჩვენს დღევანდელ გადაცემაზე. ძალიან საინტერესო თემი და ძალიან საინტერესო სტუმრით მოგეხსენება ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ პარასკევობით ვსაუბრობთ ხოლმე რეგიონებზე, მაგრამ დღესაც შევეხებით რეგიონს ძალიან საყვარელ ბევრისთვის საყვარელ და მნიშვნელოვან ქალაქს ქუთაისს, მის განვითარებაზე გვექნება მსჯელობა. სტუდიაში სტუმრად გახლავთ კონსულტანტი სტრატეგიული განვითარების საკითხებში ბატონი ზვიად არჩუაძე. მოგესალმებით ბატონო ზვიად. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ასევე გეგმავთ ქუთაისიდანაც ჩართვას, ამას ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ და ზოგადად მოგეხსენებათ ქუთაისი წინა ხელისუფლების დროს ჩაფიქრებული იყო ბოლო პერიოდში ასე გაცხადდა, რომ უნდა ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი, მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ არის ქალაქის განვითარებისათვის საკმარისი, თან არის იმისი წინაპირობაც, რომ შეიძლება პარლამენტმა საერთოდაც შეწყვიტოს ფუნქციონირება ქუთაისში, დიდი ხანი ამაზე მსჯელობა მიდის და ქუთაისის განვითარება კი ნამდვილად საჭიროა. რა ხდება, რა გეგმა არსებობს, ან უпростоრად რა გეგმა მზადდება, ხო ბატონო ზვიად, ალბათ ეს უფრო მართალი იქნება, ვინაიდან ჯერ სტრატეგიული გეგმა საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, ჩამოყალიბების პროცესშია და ჩვენი მსმენელებისთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება, რაზე ფიქრობთ, რა მიმართულებით ფიქრობთ ძირითად განვითარებას ქალაქისას და აი ამ თემებზე თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება, რომ არა მხოლოდ მოსაზრება, ინფორმაციაც მივაწოდოთ. და რა თქმა უნდა, შეიძლება კომენტარების დაგვჭირდეს. ჩვენი მსმენელები, როგორც ყოველთვის, ძალიან აქტიურები არიან. იმედი მაქვს, რომ დღესაც შეგვეხმიანებით ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, ტელეფონებში შეგახსენებთ 240 91 92 და 240 92 92 ველით თქვენს მოსაზრებებს, თქვენს შეკითხვებს სტუმართან. გისმენთ ბატონო ზვიად. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით ამ თემით. მართლაც მნიშვნელოვანი თემა არის არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსთვის და მთლიანად ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სწორედ არის შერჩეული დრო, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ეხლა მიმდინარეობს შემუშავების პროცესი. მე შევეცდები რომ მოგიყვეთ რა მდგომარეობა გვაქვს, რა ვფიქრობთ, როგორი მიმართულებით მუშაობთ და მადლობელი ვიქნებით თუ თქვენი რადიო მსმენელები ჩაერთვებიან და თავიანთ ას მოგვაწოდებენ, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის თვითონ ამ პროცესის წარმატებისათვის. დასაწყისისთვის მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის მერიამ ამ თემაზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა რაც დაიწყო, შაშანს აქეთ მუშაობს ამ თემაზე საკმაოდ აქტიურად და რამდენიმე მიმართულებით. პირველი მინდა გითხრათ, რომ სოფლიო ბანკთან ერთად გაკეთებული არის ურბანული განვითარების სტრატეგია საქართველოსი და ამ ურბანული სტრატეგიის ფარგლებში გაანალიზებულია 4 მნიშვნელოვანი ქალაქი საქართველოსი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და მათ შორის საკმაოდ დიდი სამუდრო არის დათმობილი ქუთაისში არსებული მდგომარეობისთვის. მნიშვნელოვანია ეს პროცესი, იმიტომ რომ ერთის მხრივ სოფლიო ბანკი სწავლობს არსებულ მდგომარეობას და ფიქრობს რა შეიძლება გააკეთოს მომავალი განვითარებისთვის ქუთაისისთვის, მაგრამ თვითონ ვინც იყო ჩართული ამ პროცესებში, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, გარდა ქართველი ექსპერტებისა, სოფლიო ბანკიდან ერთ-ერთი ასე ვთქვათ მონაწილე ამ პროცესების იყო კონკურენტუნარიანობის განვითარების დეპარტამენტი და ქუთაისს სწავლობდნენ არა როგორც ზოგადად განვითარების, ქუთაისის განვითარების საკითხებს სწავლობდნენ არა მარტო ზოგადად, არამედ თუ რა შეიძლება, რით შეიძლება ქუთაისი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. რატო გაუსვი ხაზი საქართველოს? იმიტომ რომ ქუთაისს გარდა იმისა, რომ თავისთავად ცხადია, ყავს პარტნიორი ქალაქები, ყავს კონკურენტები სხვადასხვა მიმართულებით, რუსთავი მაგალითად ყოფილი ანალოგიურად ინდუსტრიული ქალაქი, როგორც ქუთაისი და თუ ინდუსტრიული საწარმოების განთავსებაზე იქნება საუბარი, ინვესტორი აუცილებლად დაფიქრდება, სად ჯობია ეს ქუთაისში თუ რუსთავში, იმიტომ რომ ორივე ქალაქი გარკვეული ბაზა არსებობდა. რა თქმა უნდა, არა მარტო ბაზა არსებობდა, რაც თქვენ სწორედ აღნიშნეთ, არამედ ორივეს გარკვეული უპირატესობები გააჩნია. რუსთავს ახლოს აქვს თბილისი, ხო, ასეთი დიდი ბაზარი, ახლოს აქვს თბილისის აეროპორტი, ანალოგიურად ქუთაისი ახლოს მდებარეობს აეროპორტთან, ქუთაისის
აეროპორტთან, ასე ქვია, თორე ის პრინციპში ქუთაისის ტერიტორიაზე არც მდებარეობს ეს აეროპორტი. და ზღვას ახლოცაა. ზღვას ახლოცაა, აგერ საუბარია ერთი ბათუმის პორტი, რომელთაც სწრაფი მაგისტრალით უკავშირდება. იმედია, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფოთთან დამაკავშირებელი მაგისტრალიც ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს და შემდეგ უკვე ანაკლიასთან იქნება დასაკავშირებელი ასეთივე მაგისტრალებით და ეს გარკვეულ კონკურენციას ქმნის. თუ შევხედავთ რა მდგომარეობა არის კულტურის კუთხითაც, აქაც ბათუმი საკმაოდ კონკურენტუნარიანი ქალაქად ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების და სახელმწიფოს ჩართულობის გამო. ასევე უნივერსიტეტის მხრივ ვიცოდით, რომ ქუთაისში იყო საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტი და ამბიცია ჰქონდა უნივერსიტეტს, რომ მეორე იყო თქვა საქართველოში, მაგრამ თუ შევხედავთ ახლა კონკურენტუნარიანობას ქუთაისის უნივერსიტეტების, ნახავთ, რომ გარკვეული მიმართულებებით ჯობნიან სხვა უნივერსიტეტები და ესეც რომ არ იყოს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, დემოგრაფიული პროცესები იქნება ეს თუ კონკურენტუნარიანობის პროცესები, ამ მიმართულებითაც საკმაოდ ბევრია დასაფიქრებელი. სამწუხაროდ დათმო პოზიციები მართალია. მართალ ბრძანდებით. კიდევ ერთი პროექტი მინდა აღვნიშნო, რომელიც ასევე დონორებთან ერთად განახორციელა ქუთაისის მერიამ, ეს იყო შაშან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამასთან ერთად მომზადდა პრიორიტეტების დოკუმენტი, ანუ ფაქტიურად მაშინ უკვე დაიწყო არსებული მდგომარეობის ანალიზი ქუთაისმა, ესე ინტენსიურად, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ბანკი მუშაობდა კონკურენტუნარიანობის კუთხით, ოდიშხდი UNDP-ის მიმართულებით ჩვენ ზოგად ანალიზს ვაკეთებდით და ვფიქრობდით რა პრიორიტეტული მიმართულებები შეიძლება იყოს, რა პროექტები შეიძლება განახორციელოს ქუთაისმა ამ მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თვითონ ქუთაისის მერიის აქტივობა ამ მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის, სწორი ხედვის ჩამოყალიბებისათვის. ქუთაისის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფიქრობს ამ მიმართულებით, რამდენიმე ღონისძიება ჰქონდათ, რაც აღსანიშნავია, ერთი მოხდა მობილიზება, ასე ვთქვათ, მოსახლეობის მოსაზრებების ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფორუმით ჩატარდა ამ მიმართულებით, შესწავლილი იქნა არსებული მდგომარეობა ბიზნესის კუთხით, რა ბიზნესები მუშაობს ქუთაისში, იმიტომ რომ უცბად ადამიანი რო დაფიქრდება და წარმოიდგენს რა მდგომარეობა აქვს ქუთაისში, შეიძლება გაიხსენოს ორი თავისუფალი ზონა, რომელიც არის ქუთაისში, ყოფილი ინდუსტრიული საწარმოები, მაგრამ აი ქუთაისში დღეს უკვე ჩანს რამდენიმე საინტერესო ბიზნესი, რომლებიც, ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობენ მომავალში ქუთაისის განვითარებას. მე ვიცი, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩაერთვება ქუთაისის ეკონომიკური სამსახურის უფროსი და ალბათ ის დეტალებზე უფრო ისაუბრებს, თუ რა საწარმოები არის ეს, რომლებიც დღეს შეიძლება ჩაითვალოს ძალიან მნიშვნელოვნად ქუთაისისთვის და კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა, ქუთაისის მერიამ გააკეთა გარკვეული შეჯამება ამ არსებული ბიზნესების გამოკვეთა, ასე ვთქვათ, წარმატებული ბიზნესები და დააჯილდოვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. აი ეს არის, ასე ვთქვათ, წინასწარი მდგომარეობა, რაც იყო ჩატარებული უახლოეს პერიოდში არის ხო, რაც მთავარია, რომ ეხლა მიმდინარეობს შეჯამება უკვე აი ამ მოგროვილი ინფორმაციის და ჩვენ ვფიქრობთ 4 მარტს ჩავატაროთ ღონისძიება, სადაც მოსახლეობას გავაცნობთ აი ამ წინასწარი სამუშაოების შედეგებს, მოუყვებით, როგორ დავინახეთ ჩვენ არსებული მდგომარეობა ქუთაისში, რა ხდება, რა გამოწვევებს. ანუ ამ კვირაში უკვე ამ კვირაში დიახ არის ეს დაგეგმილი ფართო საზოგადოებასთან, ეს იქნება პირველი შეხვედრა და მე გაგრძელდება. ხა იქ შეიძლება ყველა ვერ მოხდეს ამ შეხვედრაზე თავისთავად ცხადია, მაგრამ ქუთაისის მერია ინტენსიურ კონსულტაციებს ჩაატარებს მოსახლეობასთან სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისე ბიზნესთან და ისე სხვადასხვა თქვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და მათთან კონსულტაციით გადაწყდება, ასე თქვა, რა შეიძლება იყოს პრიორიტეტული მიმართულებები ქუთაისის. წინასწარ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე რაღაც ხედვა გვაქვს ამ თემასთან ჩამოყალიბებული, საკმაოდ ვიტყოდი, რომ განსხვავებული და ამბიციური, ვიდრე თქვა ბოლო დროს საუბრობდნენ ქუთაისთან დაკავშირებით იყო მოგეხსენებათ საუბარი, რომ ქუთაისი რაღაც გასაგანმანათლებლო ცენტრი, ტურისტული ჰაბი, ასეთ რაღაცები. ნუ დღეს ქუთაისის მერია ფიქრობს, რომ ის პოტენციალი, რომელიც მას აქვს, არა მარტო თქვა გასული, არ ვიცი, 10, 20, 50 წლის წინანდელი, არამედ ისტორიულად რაც მოსდევს ამ ქალაქს, ხო, ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მე თავის დროზე საკმაოდ ამბიციური როლიც ჰქონდა, საქართველოს დედაქალაქიც იყო და ამჟამად ქუთაისი ფიქრობს დაიბრუნოს ეს ფუნქცია და იყოს მნიშვნელოვანი ქალაქი დასავლეთ საქართველოსათვის.
საუბარია იმაზე, რომ ქუთაისში იყოს თავმოყრილი ის სერვისები, რომელიც საინტერესო იქნება არა მარტო ქუთაისის, იმერეთის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს განვითარებისთვის. როდესაც ასეთ სერიოზულ თემებზეა მსჯელობა და ქუთაისის განვითარებაზე, შეიძლება ვინმეს დღეს სასაცილოდ მოეჩვენოს და შეიძლება ზოგადად არც მე არ უნდა მომობოდე ამას ბატონზეად, მაგრამ სოციალურ ქსელებში იყო ამ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია იმის თაობაზე, არ ვიცი ხუმრობა იყო თუ მართლა რაღაც ასეთი იგეგმება, რომ ქუთაისში შეიძლება იყოს პორტი. რამდენად სერიოზულია ეს თემა? საზღვაო პორტზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აეროპორტი, რომელიც არის ქუთაისთან ახლოს, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქუთაისისთვის. ის ფრენები, რომელიც დამატებით განხორციელდება წლის ბოლოდან, იძლევა იმის საშუალებას, რომ აი ზუსტად აეროპორტი გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქუთაისში. ვიდრე ამ თემებზე უფრო მეტ შეკითხვას დაგისვავ და უფრო სიღრმისეულ წიასვლებს გთხოვთ, მანამდე როგორც თქვენ ბრძანეთ და მე გაცემის დასაწყისშივე დავპირდი ჩვენს მსმენელს ახლა ქუთაისიდან გვერდება ბატონი პაატა კლდიაშვილი. ბატონი პაატა გახლავთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი. მოგესალმებით ბატონო პაატა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუმარს, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობთ ჩართვისათვის. ბატონო პაატა, ბატონმა ზვიადმა უკვე რამდენიმე ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს მსმენელებს იმის თაობაზე, რომ მერია ძალიან აქტიურად არის რასაკვირველია ჩართული ამ პროცესებში და ქუთაისის სამომავლო განვითარებაზე ძალიან საინტერესო ამჯერად უკვე კვლევების ქონია თქვენ ჩატარებული. თქვენ თვითონ რომ გითხრათ ამის თაობაზე, აი მოსახლეობას რამდენად ეკონტაქტებით და რამდენად იზიარებთ მათ მოსაზრებებს ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით და ბატონმა ზვიადმა ისიც გითხრა, რომ დიდი შეხვედრა მზადდება ახლა პარასკევს 4-ში. აი ეს შეხვედრა როგორ მზადდება, ამაზეც გითხარით. კიდევ ერთხელ მადლობთ მოწვევისათვის, ჩართვისთვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა სასახადო თქვა, რომ ვთქვათ უკანასკნელი რამდენიმე ათეულია 20-25 წელია სამწუხაროდ ქალაქს ვერადა ვერ მოეძებნა გამოკვეთილი ფუნქცია, ვერ განსაზღვრა სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც ქალაქის განვითარება უნდა სამომავლოდ დაეყრდნოს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ სწორედ რა ეს სტრატეგიული მიმართულებები გავსაზღვროთ, სწორედ გავსაზღვროთ ის, თუ საით უნდა განვითარდეს ეს საკმაოდ დიდი ტრადიციების და მე ვფიქრობ, დღესაც დღევანდელ დღესაც კი დიდი რესურსების მქონე ქალაქი. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ სწორედ რომ მოქალაქეებთან აქტიური თანამშრომლობით, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით უნდა გავსაზღვროთ ჩვენ ქალაქის განვითარების მიმართულებები. სწორედ ამ მიზნით ჩვენ გასული წლიდან უკვე თითქმის 1 წელია თანამშრომლობთ მათთან, ვიღებთ მათ იდეებს, ვაკეთებთ მოსახლეობის ფორუმებს და განვიხილავთ სწორედ აი ამ იდეებს, თუ რა იდეებიც ვთქვათ მოქალაქეებში არის და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ვთქვათ მრავლად არის ისეთი იდეები, რომლებიც ქალაქის განვითარებისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. ჩვენ სწორედ აი ამ იდეებზე დაყრდნობით ვამზადებთ ვთქვათ კონცეფციას, ცხადია ვითვალისწინებთ ჩვენი უცხოელი მეგობრების, სხვადასხვა ექსპერტების ვთქვათ მოსაზრებებს, იმ კვლევებს, რომელიც მათ მიერ თუ ჩვენს მიერ იქნა ჩატარებული და სწორედ აი ამ ყველა ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე და იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც ქალაქს გააჩნია, ფიქრობ, რომ გავსაზღვროთ სწორედ სტრატეგიული მიმართულებები, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ვთქვათ სამუშაო ვერსიის დონეზე ეს უკვე განსაზღვრული იყო. იქნებ გითხრათ ძალიან საინტერესო, აი მოსახლეობა ძირითადად რა მესიჯები მოდის, რა სურვილები აქვს და რაღაცა საიდუმლოს გამჟღავნებას არ გთხოვთ, მაგრამ აი მაინც ძირითადი იქნებ გითხრათ ამ სტრატეგიის დონეზე რა ხდება რა. კი ბატონო, მე შემიძლია გითხრათ, რომ აი სწორედ ეს სტრატეგიული მიმართულებები, ეს ქალაქის ხელისუფლების ხედვები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით იქნება ჩვენს მიერ უახლოეს დღეებში 4 რიცხვში წარდგენილი საჯარო განხილვისათვის მოსახლეობის ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის და ეს არ იქნება როგორც ბატონმა ზვიადმა თქვა ერთჯერადი აქტი, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივად კვლავად გაგრძელდება, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქალაქის განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებით. ცხადია, ეს მიმართულებები ასე ვთქვათ უკავშირდება ისეთ სტრატეგიულ საკითხებს,
საკითხებს, როგორიცაა მაგალითად ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულება წლების განმავლობაში იყო, ინდუსტრიული მიმართულება, ბუნებრივია დღეს ეს ინდუსტრიები ტრანსფორმაციას განიცდიან და აუცილებელი არის, რომ ცოტა სხვაგვარად სხვა მიმართულების ბიზნესი იქნეს განვითარებული, თუმცა ცხადია ჩვენ ეს კოლერები გაკეთებული გვაქვს, რომელიც მოგცემს საშუალებას იმისას, რომ გავსაზრდოთ, თუ რა არის აუცილებელი ბიზნესის ხელშეწყობისათვის, ჩვენ გასულ წელს გავაკეთეთ ბიზნესის კვლევა, დაახლოებით 3200-ზე მეტი სუბიექტი არის დღეს ჩვენს ბაზაში, რომელიც იქნა გამოკვლეული და რომელთა საჭიროებები იქნა განსაზღვრული. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ გავსაზრდოთ მათი, დავადგინოთ მათი საჭიროებები და მათ ჩვენი მხრიდან შევთავაზოთ ადეკვატური სერვისები. ბუნებრივია ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. ცხადია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იქნეს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელი არის ბიზნესის განვითარების და მთლიანი ქალაქის განვითარებისათვის. არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, ასევე ტურიზმი. ცხადია, ტურიზმი თუნდაც აეროპორტთან მიმართებაში თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლიდან ჩვენ 10-ზე მეტი პირდაპირ რეისი დაგვემატება უკვე ევროპის ქვეყნებისაკენ და აეროპორტი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა თავის ძალას იკრებს და უფრო და უფრო იზრდება მისი მნიშვნელობა არა მარტო ქალაქისა და რეგიონისათვის, არამედ მთლიანი ქვეყნისათვის და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდება ქალაქისთვის. და ბუნებრივია განათლების სექტორი, განათლება და კულტურა ის რითაც ქუთაისი ოდითგანვე იყო ცნობილი, ბუნებრივია იქნება კვლავ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენ ყოველგვარ მხარს დავუჭერთ იმას, რომ განათლების სფერო, კულტურის სფერო ერთ-ერთი ასე ვთქვათ ქუთაისის ასე ვთქვათ როლი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგიონისათვის, არამედ ქვეყნისათვის იყოს ერთ-ერთი ღირსეული ასე ვთქვათ ძალიან ქვეყნის დონეზე. ბატონო პატა, ერთი კონკრეტული კითხვა მინდა დაგისვათ. მართალია ცოტა ნაადრევია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ იცით და ყველა მთელმა ჩვენ აუდიტორიამაც იცის ამის თაობაზე, რომ კარგახანია მსჯელობა არის ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების დაწყებიდან არის ეს მსჯელობაც დაწყებული, რომ პარლამენტი ქუთაისში შეიძლება არ იყოს. აი ამისთვის თუ ხართ მზად, თუ გიფიქრიათ ამაზე, რომ თუ არ იქნება ქუთაისში პარლამენტი, ეს ინფრასტრუქტურა იქ მთავრობის შენობაც არის, შენობა მთავრობისთვის, ასევე ეს პარლამენტის გრანდიოზული დიდი ნაგებობა, რითი და როგორ შეიძლება დაიტვირთოს, თუ კი დადგება მართლა ეს საკითხი, თუ გადაწყდება, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში. კი ბატონო, შევეცდები გიპასუხოთ, ჩვენი პირადი პოზიცია და მთლიანად ქუთაისის თვითმმართველობის პოზიცია დაგაცნოთ ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მე თუნდაც ერთ ადამიანს პარტაკლდიაშვილს როგორც ქუთაისის ცხადია, ასე ვთქვათ, ხარს უჭერ პარლამენტის ქუთაისში დარჩენას და ქუთაისში ფუნქციონირებას. თუმცა აქვე მინდა სასახად ისიც განვაცხადო, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფნა არ არის ქალაქისათვის პანაცია. ანუ მხოლოდ პარლამენტის არსებობა ქუთაისში ვერ იქნება საკმარისი, ასე ვთქვათ, მასტიმულირებელი ქალაქის განვითარებისათვის. ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ, სასახად უნდა განვაცხადოთ. ეს უკვე პრაქტიკამაც გვიჩვენა, ხო? დიახ, ეს პრაქტიკამაც აჩვენა და ბუნებრივია ეს ვთქვათ, მხოლოდ ერთი ინსტიტუციის არსებობა, რადგან რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, მისი ქალაქში ვერ უზრუნველყოფს ქალაქის განვითარებას. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ მე როგორც ერთ ქუთაისიას ბუნებრივია მინდა და მხარს უჭერ ქუთაისში პარლამენტის არსებობას. დიდი მადლობა. ასე რომ ახლა თუ ორი სიტყვით გვეტყოდეთ, ამჟამად რა ვითარება, თუნდაც საწარმოთა თვალსაზრისით, ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ამჟამად რა მდგომარეობა, ორი მოკლედ ინფორმაცია ქუთაისში. კი ბატონო, შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ, ჩვენ სწორედ გასულ წელს ჩატარებულმა დარგობრივმა კვლევებმა, ბიზნესის კვლევებმა მოგცა საშუალება, რომ შეგვეთავაზებინა ბიზნესისათვის კონკრეტული ინიციატივები. გასულ კვირაში ჩვენ როცა ბიზნესის დაჯილდოება ვახსენეთ, გავაკეთეთ და ბატონოს ზიანას ახსენეს ღონისძიება, ჩვენ სწორედ იქ შევთავაზეთ ბიზნესს, რომ შევქმნათ მერთან საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში განიხილავს ბიზნესში არსებულ პრობლემებს. კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ თავშოთ მუნიციპალური ქონების შეძენილი
როდესაც პრივატიზაციის თანხების განმადებით გადახდა გარკვეული პირობებით, ჩვენ შეგვიძლია მათ გარკვეულ სფეროებს შევთავაზოთ ქონების გადასახადის და გაბეგვის შეღავათიანი რეჟიმები. მოგეხსენებათ, რომ ქონების გადასახადის ნორმების დადგენა არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია. ჩვენ მათ შეგვიძლია ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით შევთავაზოთ მთელი რიგი პროექტები, ისეთი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხორციელდება ბიზნესის ხელშეწყობისათვის. ეს არის ის ძირითადი შეთავაზებები, რომელიც ჩვენი მხრიდან დღეს გვაქვს ბიზნესისათვის, თუმცა ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მივიღოთ მათი ინიციატივები და აქტიურად განვიხილოთ მათი ინიციატივები, ვინაიდან დღეს და ნებისმიერ დროს სწორედ მათმა იციან ყველაზე კარგად თუ რა სჭირდება ბიზნესს და რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ბიზნესი უფრო სწრაფად განვითარდეს. და ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობა, დიდად ვართ მონდომებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს. ჩვენი მხრიდან ის სერვისები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაშია, მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით მივაწოდოთ მათ და მეორეს მხრივ, ვითამაშოთ გარკვეულწილად შუამავლის როლი, დამაკავშირების როლი ბიზნესსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უშუალოდ ზეგავლენას ახდენენ ბიზნესის განვითარებას და რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. მადლობთ ბატონ ბადა, ბატონ ზვიეთს უნდა ჩაგვერთოს საუბარში, ბატონ ზვიეთ, გისმენთ? შეკითხვა გაქვთ? თუ შეიძლება რომ გითხრათ რა მიმართულების ბიზნესები გამოიკვეთა ამ თქვენი კვლევის შედეგად, ან ვინ დააჯილდოვეთ, რა იყო თქვათ მოულოდნელი ამ კვლევის შედეგად, რა აღმოაჩინეთ, აი ეს ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი რადიო მსმენელებისათვის ალბათ, რომ დავინახოთ რა ახალი ბიზნესი გაჩნდა ქუთაისში, თუ ესეთი რამ მოხდა. კი ბატონო, მინდა გითხრათ, რომ ბიზნესის კვლევამ და ბიზნესის დაჯილდოებამ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვცა. ჩვენ, ასე ვთქვათ, ბევრი ღირსეული კომპანია დავაჯილდოვეთ, მაგალითად, წლის კომპანია გახდა ყველასათვის კარგად ცნობილი მაგნატუნა. აღმოჩნდა, რომ ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ თუნდაც მაგნატუნა იყო, ასე ვთქვათ, ქუთაისში რეგისტრირებული ბიზნესი და ქუთაისური კომპანია შეიძლება ასე ითქვას. დავაჯილდოვეთ ბევრი ექსპორტიორი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თუნდაც ბევრისათვის, რომ თითქოს ქუთაისიდან, ასე ვთქვათ, რაიმე პროდუქციის წარმოება და ექსპორტი არ ხორციელდება, გვყავს საკმაოდ ბევრი ექსპორტიორი დაახლოებით 20-მდე ქვეყანაში ხდება ქუთაისიდან სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტი, საკმაოდ, ასე ვთქვათ, წარმატებულად მუშაობენ, მინდა გითხრათ, მათ შორის არის ისეთი, რომლებიც ახორციელებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებას და ექსპორტს, მაგალითად, თხილის თუ ბოსტნეული კულტურებისას, მათ შორის არის ისეთი, რომელიც საფეიქრო მრეწველობის პროდუქციას აწარმოებენ და, ასე ვთქვათ, მის ექსპორტს ახორციელებენ ქვეყნის გარეთ და არის ბევრი კომპანია, რომელიც რეგისტრირებული არის ქუთაისში და პრაქტიკულად ქუთაისიდან, ასე ვთქვათ, მათი ქსელი ვრცელდება მთელ საქართველოზე. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ, ასე ვთქვათ, ბიზნესი, როგორც კვლევებმა ჩვენა, ასე ვთქვათ, წარმატებულია ქუთაისში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შეთავაზებებით და ცენტრალური ხელისუფლების შეთავაზებებით კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, წარმატებული გახდება აღნიშნული ბიზნესები მომავალში. დიდი მადლობა ბატონო ბადა, წარმატებები მინდა გისურვოთ. ახლა ძალიან თქვენ ბრძანეთ და ბატონი ზვიადის გვეუბნება ამას და გვჯერა, რასაკვირველია, რომ ეს ცოტა შორსმიმავალი პროცესია, ძალიან დიდ საქმეს ხართ შეჭიდებული და ახლა უახლოესი რაც გაქვთ 4 მარტის შეხვედრა, მინდა წარმატებები გისურვოთ, რომ აი ეს ძალიან ნაყოფიერი რომ გამოდგეს ეს შეხვედრა. კარგად ზანდება. დიდი მადლობა თქვენ ბატონ ზვიას და დიდი მადლობა ჩართვისათვის კიდევ. მადლობა. ბატონი პაატაკლდიაშვილი გესაუბრებოდათ ქუთაისიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ახლა ვიდრე ბატონ ზვიას გადავცემ კვლავ სიტყვას მსმენელის გველოდება ბატონ ზვია და მისი კითხვაც მოვისმინოთ. ალო გისმენთ? გამარჯობა ბატონო გოგი, მინდა სტომარს და ესეთი კითხვა მაქვს. რაც შეეხება ქუთაისის განვითარებას და იქ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ვითომ პარლამენტი უნდა გადაეტანა თუკან. იქნება ჩვენ მივხედოთ პარლამენტართა რაოდენობის რიცხვს, რამე თუ აზერბაიჯანი, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ტერიტორიით, და მოსახლეობით. და მოსახლეობითაც 100 თუ 102 პარლამენტარი ყავს
და ასევე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებებს და თუ ჩვენ ესეთი უნიათოები ვართ, რომ პარლამენტართა რიცხვი არ შევამციროთ, იქიდან გამომდინე, რომ დღევანდელი თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები იძლევიან ანალოგიური სისტემის დახვეწას, იქიდან გამომდინე, რომ ინფორმაციის მიწოდება, გავრცელების პრობლემები მოხსნილია და პარლამენტართა ესეთი გადაჭარბებული რიცხვი არ უნდა დაწესებუდეს სახელმწიფოს ბიუჯეტს და მეორე რა მოხდება მაგალითად თუ ქუთაისში გადავიდათ სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სამინისტროს მაგალითად ან სპორტის სამინისტროს ან რომელიღაცა ისეთი სამინისტროს რომელიც მაინც და მაინც არ არის საუბრობთ რომ 1.5 მილიონი თბილისში არსებობდეს ის სამინისტრო რო გადავიტანეთ რა დაშავდა ამითი რა მე რეგიონებს სხვანაირად როგორ უნდა მიხედოთ ყველამ თბილისში ხო უნდა იაროს არა მადლობა დიდი მადლობა მსმენელს კიდევ ერთი გველოდება ამჯერად როგორც რეჟისორი რედაქტორი მეუბნება ქუთაისიდან გვირეკავენ სასიამოვნო გისმენთ ალო მე მისმენთ ხო? დიახ, ქალბატონო, თქვენ გისმენთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ბოლო მივახციე იმ დღეს, რომ ქუთაისი იქნა რაღაცა საქმელი. თორემ გადაყოლილი იყავით ამ თბილისს და თბილის გარშემო ყველაფერს და ჩვენ რაღაცას გვიწყებდით მეგონა და დღეს მინდა ერთი თხოვნა. რატომ უნდა არ იმუშაოს პარლამენტმა ქუთაისში ძალიან გასაკვირია ეს თუნდაც იმასთან დაკავშირებით რომ იმდენი თანხაა დახარჯული ამ შენობისთვის ხო და რატომ არ უნდა გქონდეს ეს მარტო ქუთაისის კითხვაში არ არის მთელი დასავლეთი საქართველოს ხო თუნდაც ელემენტარული საკითხი რომელიც ვერ ხდება ჯანდაცვის განყოფილებაში იქ ჯანდაცვის განყოფილების უფროსი რომ გამოვიძახოთ და დაველაპარაკოთ რატომ უნდა ჩავიდეს მაინც თბილისში მე მაგალითად ვერ მივდივარ თბილისში მოხუცებული ადამიანი. აი ეს პარლამენტთან დაკავშირებით. მე მთელ დასავლეთ საქართველოს დაწყებული გალიდან ინვალიდები ვეტერანები მიდიან თბილისში რომ 10 დღე დაწვენ უფასოდ ჰოსპიტალში. ის ჰოსპიტალი მე მგონი უკვე დაკეტილია რემონტზე. თბილისს ქუთაისში იმდენი სავანტყოფოები აქვს. ერთადერთი სავანტყოფო გამოყოს ვეტერანებისთვის უფასოდ 10 დღიანი იქნება თუ ორკვირიანი. იქნება ეს შემთხვევით დიდი შეღავათი. გალიდან დაწყებული ყველა ინვალიდი თბილისში რატო უნდა ჩავიდეს? ეს საკითხი თუ შეიძლება სადმე თქვენმა სტუმარმა დააყენოს ან დაგვეხმაროს, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებ. მადლობა. ბევრი გვაქვს, მაგრამ ამდენ ხან ჩემს მე რიგში დგას კიდე ხალხი და მსხვენია. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო რომ შეგვეხმიანეთ, მადლობა. როგორც გითხარით, ეს არის ქუთაისიდან იყო. რაც შეეხება ქალბატონის პარლამენტთან დაკავშირებულ მოსაზრებას და ასევე პირველი ზარი რომ შემოვიდა ჩვენი მსმენელის და პარლამენტართა წევრების პარლამენტართა შემცირებაზე რომ საუბრობდა, რასაკვირველია ბატონ ზვიაც ახლა ამასთან დაკავშირებით შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეს და თუ სურვილი აქვს იტყვის გაგიზიარებთ ამ მოსაზრებას, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება, გადაწყვეტა, დისკუსია დღეს ამ თემაზე ჩვენს გადაცემაში არ არის. მაგრამ რასაკვირველია ძალიან სერიოზული თემებია, როგორც ქუთაისში პარლამენტის არსებობა, ისე პარლამენტართა რაოდენობა, ეს ცალკე თემის არა მხოლოდ ერთი გადაცემის, არამედ ზოგადად რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული განჯის საგანი უნდა იყოს და ალბათ იქნება, ასე რომ ბატონ ზვიაც ახლა განვითარებასთან დაკავშირებით უფრო ვთხოვოთ კომენტარი. კიდევ ორი მსმენელი გველოდება ბატონ ზვიად მე რა თქმა უნდა შეგახსენოთ ამ შეკითხვებს. ალო გისმენთ? ალო. დიახ გისმენთ. ბატონო გიორგი, მოგესალმებით და მოგესალმები ბატონ ზვიას თქვენ სტუმარს დიდის პატივისცემით. მართალია სოფელი სიმონეთი ტერიტორიულად შედის თერჯოლის რაიონში, მაგრამ შეხება მაქვს ამ სოფელთან, მეუღლეა ჩემი ამ სოფლიდან და ძალიან ბევრი ნათესავები ყავს და ამ სოფლიდან ერთ-ერთი ძირითადი სხვაც არის რა თქმა უნდა, არის მესაქონლეობა, ანუ ყველი და ეს საქონელი. ანუ მერძევეობიდან ყველი მიღებული და ეს ყველი ძირითადად მზადდება ადგილზე და გადადის შემდეგ ქუთაისში და ყველას მიაქვს ეს ქუთაისში ეს ყველი და ცდილობს რომ ყველი როგორმე გაასაღოს ეს. და ასევე როდესაც ხმო იბადება ოჯახში, ხო, ეს ხმო ყველას ხო არ ჭირდება რომ დაიტოვოს. ესეც უნდა წაიღოს და როგორღაც გაასაღოს იქ. აი ესეთი წინადადება მექნება. ხო არ მოვაწყოთ, ძალიან ჭირს ეს ამბავი. იცით იქ მარშრუტკებით ჩადიან ცენტრალურ მოედანზე და ხდება მერე იქ წებნა, აბა ვის მისცენ ეს ყველი. ზოგს 30 კილო ჩააქვს, ზოგს აბა რის მოწყობას გვთავაზობთ ბატონო? აი ერთი წინადადება მოგეკეთე. პატარა ბირჟები ხო არ გავაკეთოთ სპეციალური ყველის ბირჟა, რაღაც ეგეთი ადგილი იყოს,
და საქონლი, სადაც აი ცოცხალს ხბოს ჩაიყვანს პირდაპირ, ესე იგი, გლეხი, რომ არ მოწდეს საქმეს გამიგეთ და ყველსაც ჩაიტას, დატოვებს იქ, ესე იგი, ბითუმად ჩააბარებს ამ ცოცხალ საქონელს და ასევე ყველს ჩააბარებს და დაბრუნდება სახლში და თავის ნამუშევრის დაფასებასაც მიიღებს და მე მგონი აი რა ვიცი დაზოგავს. კი ბატონო. გასაგებია, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კონკრეტული შემოთავაზება. კიდევ გველოდება მსმენელი გისმენთ, ალო? გამარჯობა ბატონო გოგი. გაგიმარჯოთ. მოგესალმებით და კარგია რომ გამოსცეთ ლიხს და ალბათ მალე ცხენის ხალხსაც გადმოწდებით და რამინდოდა იმედია. შესახებ. აი ქუთაისის ძალზე კარგია და დასავლეთ საქართველოს ცენტრები და ამით ვარ დაინტერესებული და რაც მინდოდა პარლამენტის ჯობია და ეს ყველაფერი ადმინისტრაციული ცენტრები იყოს ერთ ქალაქში, დედაქალაქში და ისე ფუნქციონირებს ვარაფერმა, თორე ერთი დაგჭირდება ქუთაისში უნდა ჩახვიდე, მეორე დაგჭირდება თბილისში უნდა ჩახვიდე, მესამე დაგჭირდება ბათუმში უნდა ჩახვიდე და შეიძლება ადმინისტრაციულ მე ახლა ისე სულ საწყობს ქუთაისში მაგაკითხე თელაველსა და საგარეჯოს თვალწყობს ქუთაისში ყველასთვის თბილისი ერთი დედაქალაქი არის მისაღებდა რაც მინდა ქუთაისი ისტორიულად ფორმირებული იყო საბჭოთა პერიოდიდან როგორც ინდუსტრიული ცენტრი ახლა მაგალითად კრაზების წარმოებას უკვე კაზების წარმოება როგორც საბჭოთა კავშირის ვეღარადგან ვერცინის ქართლის წარმოებას ახადგენ მაგრამ რახან საქართველოს ორიენტირებული აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისე ვეზრუნა საქართველოში აი ქუთაისში კერძოდ ინდუსტრიული აი სოფლის მეურნეობისათვის დამყარე მცირე მექანიზაციების შესაბამისი აპარატების ახლა კიდე ლითოფონის ქარხანა რო იყო და მისი ლაქსაღებავი ცნობილი იყო და ბევრად ახმაჯობდა ხარისხით ქუთაისის საღებავები თურქულს მისი აქცია კი მაგალითად მატერიალური ბაზა არ იქნება შეიძლება შესნარჩუნი მაგრამ კადრები ხო ზოგიერთი მაინც დარჩენილი იქნება და მე ტყავფერსაცვის წარმოება დიდი ხარისხით არ გამოიჩეთ მაგრამ იქაური სპეციალისტები შეგერილი ბაზრობებზე ბევრი მიხეთქია რომელიც კერძოდ აი მათი გაერთიანება და გამსხელება ჯობია ვიდრე თქვა ლითოფონის ქარხანა უფრო მეტ მოგებას მიცემს ქუთაისში ვიდრე ის პარლამენტები რომლებიც კიდე თბილისში იყო და კიდე ქუთაისში მაინც ბევრ არაფერს არ აკეთებენ უბრალოდ კესერზე აწვის ქვეყანას და იმას გაიჭერს ასეთი დარგების აღდგენა თვარის პერსპექტივაში რომლებიც უშუალოდ ნამდვილად დაასაქმებს ხალხს დიდი მადლობა მადლობთ თუ შეიძლება ბატონო ძალიან საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარეს უკვე ჩვენმა მსმენელებმა თუმცა აზრიც იყოფა როგორც ხედავთ პირველი ზარის ავტორი გვეუბნებოდა რომ სამინისტროები იყოსო დაუშვათ ქუთაისში თუ პარლამენტი არ იქნება ახლა ეს ბატონი გვეუბნება რომ ეს ჯობია ყველაფერი იყოს სამინისტროების და პარლამენტის დედაქალაქში რომ უფრო მოსახერხებელი იქნება ყველასთვის. ერთ სიტყვით აქ რა თქმა უნდა აზრი აუცილებლად გაიყოფა და შეიძლება სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, მაგრამ კონკრეტული შემოთავაზებით თუ შეიძლება თქვენი კომენტარი თუ თქვენ გნებავთ შეარჩიეთ მე თუ ყველა შეგა. ჩავინიშნე თუ გამოგჩა რამე მადლობელი ვიქნები თუ შემახსენებთ. რაც შეეხება პარლამენტთან დაკავშირებულ საკითხს და სამინისტროებთან დაკავშირებულ საკითხს. ამ შემთხვევაში მინდა გავაგრძელო ის აზრი, რაც ბატონმა პაატამ ბრძანა, მნიშვნელოვანია რომ ქუთაისი ან საქართველოს რომელიმე ქალაქი არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო სტრუქტურის იქ არსებობაზე. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი. მეორე პოზიცია არის ის, რომ თან ისიც თქვა, რომ მე როგორც ქუთაისის სიამოვნებით მაწყობს, რომ იყოს ქუთაისში პარლამენტიო, მაგრამ ვერ განავითარა ქალაქიო ეს. მართალია, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მარტო პარლამენტის გადატანა აქ ამისთვის საკმარისი არ იყო ქუთაისის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე მინდა ვთქვა შემდეგიც, რომ თუ დადგება საკითხი ქუთაისიდან პარლამენტის გამოტანის, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაის სახელმწიფომ შესთავაზოს ალტერნატიული ასე თქვათ დასაქმების ალტერნატიული განვითარების საშუალება. არა მარტო შენობის ფუნქციური გამოყენების საშუალება, არამედ ალტერნატიული ერთი რაღაც ნაწილი რომ ამოიღო ახლა ქუთაისიდან იმის მაგივრად რაღაც უნდა ჩადოშინოთ. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში აი ორი მსმენელმა ვინც დარეკა და საუბრობდა სამინისტროების გადატანაზე და არ გადატანაზე, ორივეს ანუ ქალბატონიც საუბრობდა პრინციპში ამაზე, სამივეს აქვს ერთი პრობლემა. ეს არის სახელმწიფო სერვისების მიღების პრობლემა. ჩემის აზრით მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ეს სერვისი მიიღოს, რაც შეიძლება ახლოს თავის საცხოვრებელ ადგილთან და არა ის რომ სამინისტრო ან ქუთაისში გადავიტანოთ, ან თელავში გადავიტანოთ, ან ზუგდიდში, ხო? ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ, ახლა ვიცი იგივე ანალოგიური პროექტი, რომელიც ქუთაისს ეხმარება ამ სტრატეგიის გაკეთებაში, ეს არის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში ეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ e-government-ი, ეგრეთ წოდებული government-ი, ელექტრონული
რეგიონალური მთავრობის სერვისები იყოს დანერგილი და მე მგონია რომ ესეთი რაღაცეები უფრო პრიორიტეტულია დღეს საქართველოსთვის ვიდრე სამინისტროების აქეთ-იქით გადატანაზე საუბარი. რაც შეეხება სხვა საკითხს, ერთი საკითხი იყო აღნიშნული კიდე, რომ სამკურნალოდ უწევთ ძალიან ბევრ ადამიანს თბილისში ჩამოსვლა. კი, ქალბატონო მებრძანა. დიახ, აჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აქაც როცა ჩვენ საუბრობთ ქუთაისის განვითარებაზე და ფუნქციაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისი უნდა გამოინახოს ფუნქცია ქუთაისისთვის ზუსტად ამ კუთხით, უნდა იყოს რაღაც დაავადებები, რომლისთვისაც დასავლეთ საქართველოსდან ხალხი თბილისში აღარ ჩამოვა. ეს არის ცალსახად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქუთაისის, მართალია აქვს ქუთაისის იმის საშუალება, რომ ეს მიმართულება განავითაროს და ალბათ მომავალში მოგვიწევს სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეთ, გავიგოთ მასი პოზიცია, რას ფიქრობენ ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ გვესმის, რომ ის რაც ხდება ახლა ზუგდიდთან ახლოს, როცა იქ სახელმწიფო ააშენა უკვე სამკურნალო დაწესებულება და ფიქრობს მის განვითარებაზე, გვინდა ვიცოდეთ, როგორ ხედავს ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისის როლს მთლიანად დასავლეთ საქართველოში, რომ სწორედ ასე ვთქვათ, სწორი ნიშა უპოვოთ ქუთაისს. შემდეგი საკითხები, რაზეც იყო საუბარი სიმონეთიდან შეკითხვასთან დაკავშირებით, ჩვენ სტრატეგიაში ვაპირებთ მუშაობას არა მარტო უშუალოდ ქუთაისის განვითარებაზე, ასე ვთქვათ და ვიკეტებით ქუთაისის საზღვრებში, არამედ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის იქნება თანამშრომლობა მიმდებარე მუნიციპალიტეტებთან და მთლიანად დასავლეთ საქართველოში არსებულ მუნიციპალიტეტებთან. ჩვენ გვინდა რომ ჩამოყალიბდეთ რა შეიძლება იყოს სათანამშრომლო ამ მუნიციპალიტეტებს შორის, გვინდა ჩამოყალიბდეთ რა შეიძლება იყოს თანამშრომლობის ასე ვთქვათ პროდუქტი ქუთაისსა და სხვა მუნიციპალიტეტებს შორის, იმიტომ რომ ქუთაისისთვის თუ არ ჩავთვლით ბოდიში სხვა მუნიციპალიტეტებისათვის ქუთაისი თუ არ ჩავთვლით ბათუმს, ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი არის დასავლეთ საქართველოში. ამიტომ ქუთაის უწევს არა მარტო თავის თავზე ფიქრი, მისი ფუნქციიდან და მისი როლიდან გამომდინარე, არამედ სხვებზეც ფიქრი. და ჩვენ დიდი მადლობა ამ წინადადებისთვის, აუცილებლად განვიხილავთ აი ამ ის ყველის და ხორცის ბიჟა რომ ახსენა. ბიჟის და საერთოდ პროდუქციის მიწოდებაში დახმარება, ბაზარზე გატანაში დახმარება, ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე ვიფიქრებთ და სიამოვნებით განვიხილავთ ამ წინადადებას უკვე უშუალოდ აი ამ შეხვედრების დროს. მე მგონი ეს ინდუსტრიულ განვითარებასთან დაკავშირებით. დიახ, მართალია. მცირე მექანიზაცია ძალიან საინტერესო თემაა, ზოგადად და ძალიან საჭიროა თუნდაც ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ხო? დიახ, აუცილებლად ამაზეც მართალ ვბრძანდებით. მე და საღებავები ახსენა კიდე. კი, საღებავები ახსენა. ესე ძნელი არის საუბარი ამ ეტაპზე, რომელი აი აქედან ჩამოთვლილი სექტორებიდან რომელი შეიძლება განვითარდეს. გარდა იმისა, რაც ბატონმა პაატამ ბრძანა, ასე ვთქვათ, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, გასათვალისწინებელია ქუთაისში არსებული დიდი საწარმოო ფართები, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სახელმწიფო, ეს მეწარმოების ხელშეწყობის პროექტის პარგლებში და ქუთაისის მერიაც მზად არის სხვადასხვანაირი დახმარება შესთავაზოს ამ მეწარმეებს. თვითონ ქუთაისი ღია არის ესეთი ბიზნესებისთვის, თუ გამოჩნდა რომელიმე კერძო მეწარმე, რომელიც ჩათვლის, რომ ეს შეუძლია გააკეთოს ქუთაისში, ქუთაისის მთავრობა, როგორც ითქვა, სხვადასხვა ხელშეწყობ ინსტრუმენტებს შესთავაზებს ამისთვის. ბატონო ზვიად, მე არ მიკითხავს ბატონ პაატასთვის, ბატონ პაატაკლდიაშვილისთვის, მაგრამ მან ძალიან საინტერესო რამ ახსენა და ვინაიდან თქვენ ასე ერთობლივად მუშაობთ, ეგება თქვენ გვიპასუხოთ ამ კითხვაზე. მან ბრძანა, რომ ამ პირობებშიც კი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქუთაისის როლის შემცირებაზე, მოსახლეობის შემცირებაზე და რაღაც სხვა პოზიციებზე გადავიდა ქალაქი, ხო? ამის მიუხედავად 20-ზე მეტი მიმართულებით იგზავნება საზღვარგარეთ პროდუქცია, 20 ფირმა დაასახელა, კომპანია, 20 კომპანია მუშაობს, რომელიც ექსპორტზე გააქვს თავისი პროდუქცია. აი რა ვინაიდან ეს არსებობს უკვე, ამის განვითარება, თუნდაც ეს 20-ვე ამაზე იმუშაოს სახელმწიფომ და ხელშეწყობა გვესმის ჩვენმა მსმენელებმა კარგად იციან რომ თვითონ სახელმწიფო დაუშვათ საწარმოს ვერ შექმნის და ამ 20-დან იმ მეწარმეს კი არ წაართმევს და თვითონ კი არ გააკეთებს, მაგრამ აი
სხვაებიც რო ჩაერთონ, ისეთი პირობები შეუქმნან, რა კი ეს ბიზნესი მუშაობს, უფრო მეტად განვითარება, რაც დაწყება თქვენს იმიტომ გითხეთ ალბათ ბატონ ბატას, რა არის, რა უჩვენა, ვინ დააჯილდოვეთ, რომელია წარმატებული, რა იყო თქვენთვის სიახლე, რომ ეს განვითარდეს. აი ამის განვითარების ხელშეწყობაზე კი ბატონო, გარდა იმისა, რაც ეს ხელშეწყობი მექანიზმები, რაც იყო ჩამოყალიბებული, რაც ბატონ ბრძანა, ამის გარდა ჩვენ ვფიქრობთ რამდენიმე მიმართულებით კიდევ მუშაობას. პირველი რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვფიქრობთ ზუსტად აი ამ ექსპორტზე გასული საწარმოების ხარდაჭერას, მასთან იქნება საკმაოდ ინტენსიური სამუშაო ჩატარებული, რომ გავიგოთ რა ჭირდებათ მათ, რომ გაზარდონ ეს წარმოება და ქალაქი მზად არის ერთის მხრივ თავისი შესაძლებლობების ფარგლებიდან მიეხმაროს მათ, მაგრამ მეორე მხრივ მზად არის იყოს მათი პარტნიორი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, სხვა მუნიციპალიტეტებთან და სხვა კერძო სექტორთან მოლაპარაკებების დროს. ამ შემთხვევაში მას ცალსახად დაუდგება მხარში. მათ დაუდგება მხარში. მეორე არის ის, რომ სხვა ბიზნესი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ექსპორტში გასატანი პროდუქცია აწარმოოს, ქუთაისის მერია მიეხმარება იმისთვის, რომ ისევ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, იმიტომ რომ საკმაოდ მცირე სტაფი ყავს ქუთაისის მერიას და ბევრი მიმართულებით მუშაობს და ვერ შეძლებს მარტო თვითონ მუშაობას, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად იმუშავებს ამ მიმართულებით. სახელმწიფო სტრუქტურებთან და ასევე დონორებთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ის რაც ითქვა იმ სოფლიო ბანკის მიერ ურბანული სტრატეგიის მომზადება, ის არ იქნება ცარიელი ქაღალდი და იქ რაც გამოიკვეთა პრიორიტეტი, სოფლიო ბანკი უკვე ფიქრობს მის განხორციელებაზე, აწარმოებს მოლაპარაკება საქართველოს მთავრობაზე და მთავრობასთან და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხორციელება. ანუ ესეც ერთ-ერთი რესურსი არსებობს, ესეც იქნება გაკეთებული. იგივე თქვათ ის რაც პროგრამები არსებობს დონორების სოფლის მეურნეობის განვითარების ხარდასაჭერად, ქუთაისის მერია შეეცდება რომ მაქსიმალურად თავის კომპეტენციის ფარგლებში მიიტანოს თავის მოსახლეობასთან, თავის ბიზნესებთან და იმუშაოს მეზობელ მუნიციპალიტეტებთან იმისთვის რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოს იმერეთმა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. ამის გარდა ის სხვა მიმართულებებზეც რო ვისაუბროთ, ის რაც პატამ ჩამოთვალა ის მიმართულებები, ჩვენ ვიცით რომ გარკვეულ ადგილებში არის ქუთაისში კონცენტრირებული ეს ბიზნესები და ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთის მხრივ ხელი შეუწყოთ აი ამ ადგილების განვითარებას, რომ ახლა არ ვიფიქროთ კიდესაც შეიძლება ქუთაისში ბიზნესის განვითარება მარტო ამაზე არ ვიყოთ კონცენტრირებული. პირველ რიგში მივეხმარებით რომ გავარკვიოთ რა ჭირდებათ მათ აი ტერიტორიის განვითარების კუთხით ინფრასტრუქტურა ჭირდებათ თქვათ არ ვიცი კიდე რაც არის საჭირო ხო სადაც შეიძლება თავისი სიტუაცია ის რაც მარტივად შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს ხო ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას მაგრამ ამის გარდა ვფიქრობთ რომ გამოვკვეთოთ სარკვეული უბნები ქუთაისში მაგალითად ისევ გავიმეორებ ეს ყოფილი საწარმოო ტერიტორიები და ვიფიქროთ ამ ტერიტორიების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ერთის მხრივ ბიზნესის განვითარებისთვის იმიტომ რომ შეიძლება ბიზნესი იყოს მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ქუთაისში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იმისთვის რომ მოსახლეობა დავტოვოთ ქუთაისში მოვიზიდოთ მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან ურბანულ ტერიტორიაზე იმიტომ რომ ურბანულ ტერიტორიაში დასახლების მოსახლეობის გაზრდა სიმჭიდროვის გაზრდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და ქუთაისის განვითარებისთვის ამ მიმართულებითაც ვაპირებთ მუშაობას კიდევ ერთი საკითხი რაზეც მინდა ხაზი გაუსვა ეს იქნება მუშაობა ისეთ საკითხებზე როგორიც არის თვითონ უშუალოდ ხელისუფლების გაუმჯობესება ხელისუფლების ანუ უფრო ახლოს როგორ შეიძლება იმუშაოს ხელისუფლება მოსახლეობასთან და ბიზნესთან. ერთ-ერთი ინსტრუმენტი ასეთი თანამშრომლობის პაატამ უკვე ახსენა, თქვა რომ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება მერთან და ისინი ინტენსიურად გააგრძელებენ მუშაობას მისთვის რომ ჩამოყალიბდნენ რა არის საჭირო ქუთაისის განვითარებისთვის. მაგრამ ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგმება ასევე მოსახლეობასთან მიმართულებით და სამოქალაქო სექტორთან მიმართულებით შეიქმნება ინსტიტუციები, რომელიც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ იმას რომ მარტივად შეძლოს მოსახლეობამ ჩართულობა სახელმწიფო პროექტებში ინფორმაციის მიღება ესე ვფიქრობთ ეს ყველაფერი კიდევ მეორე ქუთაისელებთან ერთად განხილვის საგანია ერთის მხრივ ის რომ ინფორმაცია მიიღონ მონაწილეობა შეძლონ ამ პროექტებში მაგრამ მეორე მხრივ მონიტორინგიც რომ განახორციელონ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთს მინდა ხაზი გაუსვა რომ დარწმუნებული ვარ ყველას ვინც იცის რა არის სტრატეგია ან ვისაც გაუგია
ეს სიტყვა ესმის, რომ სტრატეგია ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც კეთდება არის ის, რომ ოპტიმალურად დაიხარჯოს ის მცირე რესურსი, ან ის რესურსი მცირეა თუ არა, რაც გვაქვს. ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ კარგი იქნება თუ ქუთაისლები თვითონ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და მიეხმარებიან ქუთაისის მერიას ჩამოყალიბდეს, რაში დაიხარჯოს ის ბიუჯეტური საბიუჯეტო რესურსები, რაც არსებობს ქუთაისში, რაც არსებობს სახელმწიფოში, რომელიც მიმართულია ქუთაისზე. ეს არ მინდა ისე გაგებული იყოს, რომ რაღაც არიელ სიტყვებს ლაპარაკობ, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიტყვით რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ხომ? მაშინ ნურც გვექნება იმის მოლოდინი, რომ მივიღებთ იმას მართლა, რაც გვჭირდება. აი ეს მინდა ამას ხაზი გაუსვა და კიდევ ერთხელ მოუწოდო ქუთაისლებს და არა მარტო ქუთაისლებს, აი ესე როგორც ადამიანმა დარეკა, რომელსაც მეუღლე ყავს სიმონეთიდან, ხო, ესეთი ადამიანებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული ქუთაისის განვითარებით. რა თქმა უნდა, ყველგან დაინტერესებულია, დარწმუნებული ვარ საქართველოში ამ ქალაქის განვითარებისათვის და ბატონზედ ვიდრე დაგემშვიდობები დრო ამოგვეწურა ფაქტიურად ცოტა ძნელია ამ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემა, მაგრამ აი პირველ რეალურ შედეგებს ახლა ჯერ კვლევის პროცესში ხართ და აი რაღაცა კონტურები ისახება, მაგრამ პირველ რეალურ შედეგებს და ქალაქის ერთგვარ უფრო მეტად აღორძინებას როდის უნდა ველოდეთ? როგორ გეგმავთ? ალბათ ესეც უნდა იყოს გათვლილი სტრატეგიაში. კარგი შეკითხვა არის, დიდი მადლობა ამისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანია, ეხლა ესე ვცდილობთ, რომ ეს მოვასწროთ, მაისისთვის ჩვენ გქონდეს უკვე სამუშაო ვერსია სტრატეგიის, რომელიც, წინასწარ განხილვებიც იქნება ჩატარებული და მოსახლეობის მოსაზრებებიც იქნება შიგნით გათვალისწინებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვექნება მაინც პროდუქტი, რომელიც მეტნაკლებად უკვე ასახავს ქუთაისლების სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებებს ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პერიოდი ამ სტრატეგიის იმ პროექტების, რომელიც მასში იქნება ჩამოთვლილი, იქნება 4 წელი. 2020 წლისთვის გეგმავთ, რომ ესეთი ვადა კონდეს ამ სტრატეგიას. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი არის ამ თარიღთან დაკავშირებული. პირველი, ამით ქუთაისის მერიას უნდა გარკვეულწილად ხაზი გაუსვას იმას, რომ სტრატეგიას, რომელსაც დღევანდელი ქუთაისის ხელისუფლება გააკეთებს, უნდა იყოს სავალდებულო ასევე მომავალი საკრებულოსათვის, რომელიც 2017 წელს იქნება არჩეული და გარკვეული მემკვიდრეობითობა დანერგოს და ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ეს ერთი. მეორე, 2020 წლისთვის მართლაც რეალურად გვაქვს იმის საშუალება, რომ რეალური პროექტებზე შევთანხმდეთ ქუთაისლებთან, ქუთაისის ბიზნესთან, რა შეიძლება გაკეთდეს ქუთაისის განვითარებას. და კიდევ ერთი მომენტი არის ერთ-ერთი ბრაზილიური ქალაქის მერი, რომელმაც ესეთი ფრაზა აქვს ნათქვამი, რომ 3 წელიწადში შეიძლება გაკეთება ქალაქში ცვლილებების პროექტების, რომელიც დაანახებს მოსახლეობას ცვლილებებს. ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში უბრალოდ ქუთაისის მერიას აქვს ამბიცია იმისი, რომ 3 წლის განმავლობაში, აი 4 წლის განმავლობაში, რაც სტრატეგია იქნება, ხო, რაც არის 16-დან 20 წლამდე, აი პირველი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული იყოს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისლებს დაინახოს ეს ცვლილებები, დაინახოს შედეგი. იგრძნონ საკუთარ კეთილდღეობას. თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიმართულება, რაც აღნიშნე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ძალიან ბევრი პრობლემაა არა მარტო ქუთაისში, არამედ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. მარტო საცხოვრებელ ფონდზე რო ვისაუბროთ, საკმაოდ ძიმე მდგომარეობაა და ყველას გვესმის, რომ 4 წელიწადში ეს ვერ მოხდება, ხო? ამის მთლიანი შეცვლა, მაგრამ ქალაქმა უნდა დაინახოს, მოსახლეობა უნდა დაინახოს, რომ ყავს ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით ისეთ პროექტებს, რომელიც მათ სჭირდება. ეს ერთი და მეორე, ისინი ვიზუალურად დაინახავენ იმ ცვლილებებს, რომელიც მოხდება ქუთაისში აი ამ პერიოდის განმავლობაში. დიდი მადლობა ბატონო ზვიად, შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს, კონსულტანტი სტრატეგიული განვითარების საკითხებში ბატონი ზვიად არჩუაძე სტუმრობდა ღია სტუდიას, ქუთაისიდან ჩაგვერთო მერის წარმომადგენელი ბატონი პაატა კლდიაშვილი, ქუთაისის განვითარებაზე გესაუბრებოდით დღეს ჩვენო რადიო მსმენელებო და უკვე ჩვენს სტუმართან ერთად ბატონ ზვიადთან ერთად მადლობას მოვახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომლებიც ძალიან საინტერესოდ ჩაგვერთნენ, ძალიან საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარეს და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეუბნები და დღესაც ვეთქვი მადლობას მათ, ვინც ვერ დაგვირეკა, მაგრამ გვისმინა. ყველას დიდი მადლობა ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, გადაცემაზე მუშაობდით ნათია არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ინგა გურგენაძე და გიორგი ჩოკოშვილი. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. ხვალ შევხვდებით ღია სტუდიაში.
სტუდია.